ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ეროვნული დირექტორის ოფისმა 2025 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა. ამ დოკუმენტში საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. ხაზგასმულია ისეთი საფრთხეები, რომლებიც გამომდინარეობს სახელმწიფოებრივი აქტორებისგან და ასევე საუბარია ჰიბრიდულ და ასიმეტრიულ საფრთხეებზე. თავარ სახელმწიფოებრივ აქტორებად დოკუმენტში წარმოდგენილია ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა. ანგარიში აღნიშნულია, რომ გამოწვევები დაკავშირებულია ტექნოლოგიურ კიბერ, ბირთვულ და კოსმოსურ საფრთხეებთან და რომ ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. შემდეგია რუსეთი. რუსეთის შემთხვევაშიც არსებობს ბირთვული, კიბერ და კოსმოსური საფრთხეები. რაც შეეხება ირანს, აქ ისევე როგორც ჩრდილოეთი კორეის შემთხვევაში, ბირთვულ და კიბერ უსაფრთხოებაზეა გამახვილებული ყურადღება. ახლა გადავიდეთ არასახელმწიფოებრივ აქტორებზე, ანუ ჰიბრიდულ გამოწვევებზე, რომლებზეც საუბარია ამ დოკუმენტში. არასახელმწიფოებრივი ტრანსნაციონალური საფრთხეები, ისეთები როგორიცაა ნარკოკარტელები, ტრანსნაციონალური ისლამისტი ექსტრემისტები, მაგალითად ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო, ჰეზბოლა და ასე შემდეგ. ტრანსნაციონალური სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, ისეთები როგორიცაა კიბერკრიმინალები და ტრეფიკერები. ექსპერტების შეფასებით ამ დოკუმენტს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება 2025 წლის ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.